გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ მყოფებით ბარათაშვილის 2 ნომერში რატის ბარში. მე კი რატი ვარ და თქვენ უყურებთ რატის ბარს. მეგობრებო, ეს არის ჭამასმის აუქციონის მე-11 ეპიზოდი და ჩვენთან სტუმრად არიან ქსენსუსა და ამიკო ზარქუა. მასით მოვიფშელებთ. მეგობრებო, ჩვენსა და სტუმრებს შორის ზოგადად ანგარიში არის 6-4, ამიტომ შეგიძლიათ გახადოთ 6-5 ან 7-4. დაჟე 6-4-ს იგებ? იგებთ ჩვენს და სტუმრებს შორის. ზოგადად სტუმრებს შორის. ჩვენ როდის ვითამაშ? ამ ვიდეოზეც რა თქმა უნდა მიმდინარეობს TikTok ედიტორებისთვის გათამაშება და ამ ვიდეოს ჰეშტეგი არის ratisbar24. გააკეთეთ მეგობრებო, კარგი ედიტები და ჩვენი ცოტნე Instagram-ზე ცოტნეს ბარ არჩევს გამარჯვებულებს და წინა ვიდეოს გამარჯვებულებიც რა თქმა უნდა ამ ვიდეოს აღწერაშია და შეგიძლიათ იხილოთ და აღნიშნოთ. სხვათა შორის უკვე 23 ეპიზოდზე გვაქვს გათამაშებული დაახლოებით 400-500 ლარი, ანუ ეს დაახლოებით 10,000-ზე მეტი არის. ამიტომ საკმაოდ კარგი და სოლიდური თანხა შეუძლიათ თვის განმავლობაში უბრალოდ TikTok ედიტებით შეაგროვონ. რაღაცას ვიტყვი თუ შეიძლება. თუ არის შესაძლებელი, რომ აი ამ ვიდეოდან, ანუ TikTok ედიტები ხო გაკეთდება, მე რო ავარჩიო გამარჯვებული. მე და ამიკო ავარჩიოთ. ავარჩიოთ მაშინ დალინგენა. ასე რომ აუცილებლად უნდა გააკეთოთ TikTok ედიტები და ვნახოთ როგორები იქნება რა. მეგობრებო, სანამ უკვე დავიწყებთ და პირველ რაუნდზე გადავინაცვლებთ, შეგახსენებთ რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის ასვლა და ძალიან დიდი მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის და ასვლასთან ერთად ძალიან მაღალ და მაღალ მწვერვალებს დავიპყრობთ და ძალიან მაგარ პროექტებს და ვიდეოებს შემოგთავაზებთ. ამის პირობას რა თქმა უნდა მეგაძლევთ და რა თქმა უნდა ცოტნეს და ჩვენი გაიხარეთ ბიჭებო, ნელ-ნელა უკვე დრო არის მგონი ჩვენს მუსიეს დაუძახოთ, ხო? მეგობრებო, ვნახოთ დარჩება ოჯახში 1000 ლარი თუ წავა ამიკოსთან და ქსენსუსასთან. ძალიან ამომწურავი იყო ეს ბიჭი, ნამდვილად. არ მიხიდაშას არხი აუცილებლად რა თქმა უნდა აღწერაში იქნება და ამონათდება და გამოვიწეროთ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. გაიხარეთ. და პირველ რაუნდზე შეგვიძლია გადავინაცვლოთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან მომშვიდა. პირველი რაუნდი. მუსიე როგორ ელეგანტურად ცეკვავთ, როგორ ამოძრაობა. პირველი რაუნდი, დახურული რაუნდი, სახელი რომ მითხრეს, ტკბილი მეგონა. აუქციონი. ასეთი გამოცანები აქვს, აი, Fort Boyard-ში რო იქადიოდნენ ხოლმე, ხო იცი? წერებიან კაცთან. აი, ეგ თუ არიანჩია რა, ანუ მეგობრებო, აუქციონი კი იწყება 5 წუთიდან. მოდი სტუმრებმა დაიწყონ აუქციონი. ჩვენ ახლა ვერ მივხვდებით რამდენიც არ უნდა შევესადოთ ჩემი აზრით სახელს რა ამიკო. ამიტომ მოდი ეგრევე 4. წარე რო ყოფილიყო კიდევ ვიტყოდე ენა მეთქი რა, მაგრამ რო თქვა თუ შეიძლება დრო 4 ნახევარი რა. 4 წუთი. 3 და 90. თუ 90 არ. რომ მითხრა ამასაც იგივე მოვიდა რა. მეგობრებო, სანამ ვიდეოს ყურებას განაგრძობთ, ერთ პატარა ინფორმაციას გეტყვით. 11 აპრილს გელოდებით ყველას რატის ბარში ბარათაშვილის 2 ნომერში. ივენთის დეტალებს კიდევ აღწერაში იხილავთ. ახლა კი განვაგრძოთ ვიდეოს ყურება. 3 და 50, ხო? მოდი 3 და 30. 3 ვთქვათ? აი 2 ნახევარი. რა? 2 წუთი და 30 წამი. 2 და 20. იცი, მაგრამ თავდაჯერებულად მოდიან, თო. ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ მე უკვე პირველია და ვცადოთ რავი და მე ნახავთ რაღაც. 2 წუთი ბევრია ამიკო. აი, მაშინ ვთქვათ 2 და თუ ჩამოვლენ დაბა გავატანოთ. 2? 2. მე მეგონა ერთი 10-ით ჩამოვიდოდნენ, მაგრამ როგორი? წუთი 50. ბიჭი, გვეკაიფებიან ახლა და ძალიან დაგვიგდებენ. მე და შეგვტენიან ამას ხო ვიცი და არ ჩურჩხელა ხო არ არის? ჩურჩხელა რო იყოს. ხელის მოკიდება არ შემოხლა. ჩურჩხელა წუთი და 40. აუ რატი, ავიცით, მე არ ვიცი. კაი მოგვეცი რა. აქ ბიჭებს ის რო გავიწყდება, რომ აიმე დავალება არის. წუთი და 40. და დავალებაც რო წაიკითხოთ თუ შეიძლება. ესე იგი, დავალება. რაუნდის სიცხარე აკლია. ეს არის მეგობრებო ქათმის რულეტი მოხარშული კვერცხით. მუსიე, დაასხი მუსიე. ეს არის მეგობრებო ტაბასკო соуსი. გეყოფა ბიჭო, მწარე არ შეიძლება. დანა გვაქვს, ჩამომიჭერით, გეხვეწები. აი ესე ჩამოგუჭეროთ, აი თითო იმას მე დაატირეთ რა. ეს სად ვიყიდეთ? იგაზე რამ გააკეთა ეს კერძი? Homemade იყო ხო და მაშინ მით უმეტეს ძმაო, აი ესე ჩამოგუჭერი, თან ისე რო ქნათ, რომ არც მოიგონ და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარიამს, ძალიან დიდი მადლობა გიგას დედას. კაი, 3 2 1
განცხარია ჩემი კარგი. აუ დაანგენელია. დრო როგორ არის ბიჭები? მოვა. აუ ამიყო მოასწრო. 20 წამი დარჩა? და დაწინაურდნენ ძმები. ცოტა მაინც ამოიცეს კუჭი, რაია. ბიჭო, ძალიან სუყი, აი ძალიან. ქალბატონ მარიამზე გამიგია, ანუ გიგას დედაზე რომ უგებრიელესი ძალიან კარგი კულინარი არის და აუცილებლად უნდა გამესინჯა. ძალიან გემრიელი იყო, კი. კაი, 1-0 არის ანგარიში. წაგება არ გამიტყდა რა, მიდიან დავიტყვი. კაი, მეორე რაუნდზე გადავინაცვლოთ, ხო, უკვე ნენელა. მუსიე, მეორე რაუნდი თუ შეიძლება. მეგობრებო, ცხარეს შემდეგ ტკბილი გესიამოვნებათ. აუქციონი კი იწყება 3 წუთიდან. მოდი ძმება დაიწყოს. 3 წუთი. მარტივია, ზანტო. მაგრამ რა უნდა იყოს? ანუ ხელების გარეშე ჭამო? ფეხებით გაჭამოს მეორე. მე ავი 2 და 40 თქვათ იყო ჩვენ. რა თქვა? ტკბილი გაგესიამოვნებათ, ხო? აჯიკა ხონდა იმას. რავი, გავრის კოტა იგი იქნება და მეორეზე მოვერიდებით. დაიცა, წუთ ნახევარი. ჰა, წუთი და 20. აი ხედავ, აი ხა ვარ მიცეთ. რავი, მივიცეთ. რა, ამაში ბიჭო. კაროჩე 40 წამი. 40 წამი. დაუჭი. მიდეთ. ვაძლევდით უკვე რა. 40 წამიო ბიჭო და დავი მედის მეთქი. მეგობრებო, დოდონატი არის ვანილის და ჟოლოს არომატების შიგთავსი. დავალება წავიკითხოთ ეს. მიირთვით თავდაყირა. რა უნდა, მაგრამ როგორ უნდა დავყო? ამოერჩიეთ, შენ მიირთმევ თუ შენ მიირთმევ? თავდაყირა როგორ უნდა დავყო? კაი, მოკლედ, ნუ წონიდან გამომდინარე, ახლა ჯობია უფრო სუბუქი ვარ და ცოტა გამიადვილდება და მე ვიზავ. ახ, ჩემი დედეს პისტოლი. ამიდო და 40 წამი რო. 3, 2, 1. წვენი ხო არ გინდა წვენიც? მიდი ამიყო, მიდი. აუ რა გემრიელად ჭამს. არ მიდის ბიჭო. მიდი. არ მიდის. არ მიდის რა. არ მიდის. წვენი ხო არ გინდა წვენი. არ მიდის მოვა რა. კუჭი არ წავიდეს მო. არა ბიჭო არა იმე. არა არ წავიდეს. კავრუნდეთ ადგილებზე. საღოლ რა. ენერგიით რა შეზო გააკეთე. ბრავო, ამიკო. ხო მეთქი თავიდან გავალ. რაღაც მეთქი შევჭამ რა უნდა ეხა ჭამოსაც, მაგრამ ავიდე და ბიჭო გზო ვისო უკან როგორ მოდის სადამეთ წამოვედი, ისე იმიტომ რომ აღარ ქონდა აზრი მე. შეხე მაქვს ანალოგი და მაგიტო გავურისკე რა. მეგობრებო, მე არ მithქვამს რომ ბოლომდე უნდა ეჭამა, უბრალოდ ეწერა უნდა ეჭამა, ანგარიში კი 1-1. ეგრე იყოს, 1-1 არის ანგარიში და შეიძლება გადავინაცვლოთ მესამე რაუნდზე. მუსიე, მესამე რაუნდი. რა ხდება მუსიე? მეგობრებო, ვინც ამ რაუნდს მოიგებს, თავი ქუდში აქვს. აუქციონი კი 5 წუთიდან იწყება. ძმება დაიწყო. 5 წუთი. ქუდით საჭმელი რა, სოკო? ან კიდე ქუჩი უნდა ჩაყარო. ეხლა ხო ვიცი რა ქუდი უნდა მომახსენ, უნდა ჩაყრიან შენ და ეგ უნდა შეჭამო მე რა. ან მეორე ვარიანტი ახლა მე ესე გადაშუშვა ეს რაღაცას რო გაფარებენ თავში გირყავენ, ხო იცი? ბომბდამშენი? ხო, შეიძლება 4. თქვენ ბომბდამშენი მგონიათ? რაღაცა მსგავსი რა, ინტეგრირებული, განვითარებული რაღაც. კაი, მიდით მაშინ. 4-ში ბიჭო. 4-ში გვაძლევთ? მიდი, რავი, აქ თუ ბომბდამშენია მარტო. როგორი არომატები შეინიშნება თუ შეიძლება? ბომბდამშენი. ერთს ურტყამენ, მეორე უბრალოდ სვამს. სამე უნდა დავლიო? ბიჭო ის რაღაც ის ბოჭკას უნდა ჩაარტყა თავში? ყველაფერი. აი ეს უნდა დაიფარო. ხვალ ვიკეთებ ოპერაციას ხალხო და ანესთეზია აღარ დაგჭირდა. თავზე.
ორს მე დავლევ, ერთი შენ დავლევ. სხვათა შორის მეგობრებო, ძალიან ადრე გქონდა ასეთი აქცია, ესე რომ ვთქვა, რატის ბარში იყო, ანუ მომდაშენებს ვინც სვამდა, თავის სახელს პულვერიზატორით აწერდა ჩვენს კედელზე. ახლაც გვინდა რომ ეს აქცია გავააქტიუროთ და ბარში, ბარათაშვილის 2 ნომერში, რატის ბარში, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ბომბდამშენს ვინც დალევს თავისი სახელი, თავისი ინიციალები შეუძლია ჩვენს კედელზე ასახოს, ჩვენ რომელსაც პირველები ვიქნებით თუ კვირაში 1000-ობით ადამიანი ნახავს. ძალიან მაგარი აქცია არის. მოხვალთ უბრალოდ ბარში, მე ათქვა მახსოვს ეგ ბომბდამშენი აქცია. მინდა და დათრობა თუ გინდათ, ალიეთ პირდაპირ ბომბდამშენი და დათრობით. ანუ მაგის პირობას ჩვენ გაწევთ. 3 2 1 ჩემი მიდი ამიკო ავიტან მე მიდი მიდი კაცო. გავახლევ. მიდი. დავიდა. დამსახურებული 2-1 არის ზმაო. ანგარიში კი 2-1. ეს მოიცა. კაი, ბიჭებო, 2-1 არის ანგარიში, როგორც მუსიემ აღნიშნა, ბომბდამშენიც მიირთვით. აი ეს გამოგეპარათ რა ქუდი, რა მე მომზადებული მოვედი. თან ბიჭო ამას ვეუბნები რომ მეთქი ან პროსტა არ მიყვარს ხოლმე რა დალევა, არა იმე მაინც ვერ ავსი დალევას ამ. მე მგონი ცხოვრებაში სამჯერ დავლია, 2ჯერ აქ არა, დავლია. კაი ის აქვს და მაინც ბომბდამშენი, კაი იყო, ღირდა. კაი, რაღაცა წავიღოთ ეხა ცოტნე ჩვენც რა და მუსიეს დაუძახოთ ეხა მე-4 რაუნდზე, ხო? სადა ეს? ზიან აქ არის. მუსიე! რა ხდება? აუ, კიდე და კიდე კონიაკია თუ რა? ხუთი წაიღეთ. ეს არის მე-4 რაუნდი, ღია რაუნდი. სენს შენ თუ არა იღეც ბავარს. მოდი ეგრევე მომე რა, ოუ, შენ გენაცვალე, ტო მუსიე. თოლმა და ეს კონიაკი. ტურება დაიწყო აუქციონი კი იწყება 4 წუთიდან. არა, გუშინ რაღაცა ჩვენმა მეზობლებმა ცოტა კრახი განიცადა. 9-1. ნახოთ ეხლა რა იქნება, აბა. 4 დალევ. 3. წავიღოთ ჩვენ? 3-ზე კი. მუსიე! 1 აუ, გადაო. 2 ტოლმას არა. 3 რატო უკეთებ ისეთ რაღაცას? 4 შენი 5 6 9 თრას მასწავლეთ. 9-1 სკოჩია. დრო ავიღოთ თუ შეიძლება 3 2 1 რა ხდება? დრო რამდენი? 3 წუთი. რო გადაიდგით, ვაი. 3 წუთი რაც უნდა. ოსა კონიაკიც გვაქვს რა დასალე. კაი. აუ ვერ შევჭამშენ. გაგვიმარჯოს ჩვენს გამომწერისაც ყველა კარგ ადამიანს და ჩემს ძალზე რა მეორე სათავეზე რომ აუ, ამათ ხინკალი ჩაგლით უნდა აჭამო იმენა. დალევაში ჩავიჭერით რა, თორე ამას იმენა. მოეძება ჩვენ შედობა. საერთოდ მიყვარს. აგემოვნე. ჰენესით მინდოდა რომ მეკაიფა რა. მეგობრებო, ანგარიში კი 2 მუსიე. ძალიან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. პირდაპირ მე-5 რაუნდში შემოვიდა. ძალიან გემრიელი ტოლმა იყო. მე თქვენ გაჭმევთ ნამდვილ ტოლმას როდესმე. მოსულა ჩვენს აუცილებლად გესტუმრებით. კაი, მე-5 რაუნდზე გადავინაცვლოთ. მუსიე. ბუსიე. ძალიან დაძაბული თამაში არის მეგობრებო. აღფრთოვანებული ვარ. ეს არის მე-5 რაუნდი, დახურული რაუნდი. სტუმრები დაიწყებენ კოსმიური დესერტი. აუქციონის დრო კი იწყება 3 წუთიდან. აუქციონი დაიწყო. 3. ჩვენ მართლა ვერ ხვდებით, ანუ ამიკოს სასმელი გონია, მაგრამ მე რაღაც 3 ანუ რაღაცა უცებ არის რა. 3 ბიჭებო. 2-40. რა დავლი რო დამთვე? აუ, ორნიაკი დავლიჩი. წუთნახევარი. წუთი და 20. წავი. წაიღეთ. მე წავიღებ რატი ყველაფერს. სანამ 5 პლანეტას არ ჩამოთვლი, ვერ ჭამ. აქ არის მარსი და Milky Way. 3 2 1 დედამიწა, მარსი, იუპიტერი, ვენერა. ო, ეგ არის, მიდი. დროში როგორ ვარ? ნეპტუნი, კაი ძმა. გავახრევ! ამ შენ თან მე ხსნიდ. შენ ეს ტვირთას უპიანას. 5 და 4 ჭავ თუ კოცნიზო. ახმელი.
ის ორსასულტია ნახე. ის გახსნილი უდოს იმას იქ? გაუ. არ უნდა გეთქვა ბიჭო მაგას. გახსნილი ეგონა. რატი მიდი რატი. მიდი. ბოლომდე რატი. მიდი უეჭველი შეჭა მიდი. გაგიხსნი რატი გაგიხსნი. პატარა ბიჭები ბიჭო იზიჭე. ჩაარტყი ამიკო. ჩვენმა გეგმა მიმუშავა. მეგობრებო, ანგარიში 3-2 დაწინაურდნენ ამიკო და სესუსა. აი ისე ვარ უკვე აღარაფრის თქმა აღარ მინდა. ცოტნე და პირდაპირ გადავინაცვლოთ ყოჩაღი ბიჭები. მუსიე მოდი რა. რამდენია 3-1-ია თუ 3-2? მუსიე მოდი ახლა გაბრაზებული ვარ ჩემ. ძალიან დაძაბული ბრძოლა მიდის. აუ, ხადა. რამდენიმე წუთით ბავშვობაში დაგაბრუნებთ. აუქციონი კი იწყება 8 წუთიდან და დაიწყებენ ძმები. აუქციონი კი დაიწყო. ბრაბაკები უნდა აი 8 რა ვიცი, ჩვენ ვთქვი 8. ანუ ამდენი კებერსა დავღეჭოთ? წაიღეთ ძმა, დავაი თქვენი იყოს. წავიღებთ. სანამ 5 ჯერ არ გაბერავთ და გახეთქავთ ბუშტს, არ გეთვლებათ. 3 2 1 მარცხენა მუსიე რა ჯამიანა მოგოსი რა, ნაგუს უნდა პატარა. 5 ჯერ არ მინდა გაბერო ბიჭო ყოველი ის. სხვა რაღაცა ჩალიჩობ ბიჭო რა შევიდა. რა რატი? ერთი დიდი ბუშტიო არ თქვი? 8 წუთი კი არა 18 არ უნდა იყოს. მე მეკია. აუ რა და აი ეს ერთი ითვლება ძმა ბაზარი არა. ძალიან ბევრი ჩაიდე. ოპა ეს ითვლება. ერთ-ერთი აქვს. თქვენ დაითვალეთ ბიჭებო. მე რატის ჩაიცვა? რატისი კი იმის არა. მე 3 დამჩა შენ 4. დიდის რა გითხრა, მაგრამ ბუშტი იყო. ხო წავაგე. შეგე. არ გაფრინდე ძმა. 6 წუთი დარჩა. მე TikTok-ის ლაივში მგონია თავი. მე 5 იყო. ქოინები დაარტყე, ქოინები. ora კაი ვიქენით ბიჭო. ძალიან ძნელია, აი ძალიან ვითომ აზღვილია გაბერვა და რაღაც, მაგრამ ანგუსიე 2 წუთი არის დრო. რა აზრია. ანგარიში 4-2. საკარჩი ძალიან რთული იყო რა. ძალიან. იმიტომაც შემეცოდეთ რაღაცა, იმიტომ რომ 4-2 არის ბიჭებო ანგარიში. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოიწონეთ ეს ვიდეო ბიჭების არხებით აღწერაში იქნება, აუცილებლად გამოიწერეთ და მუსიე თუ შეიძლება მე-7 რაუნდი. ესა დახურული ხო, აუ. ეს არის მე-7 დახურული რაუნდი. I am Pickle Rick. აუქციონს კი სტუმრები დაიწყებენ, აუქციონის დრო კი 6 წუთია. აუქციონი დაიწყო. რას ნიშნავს I am Pickle Rick? რაღაცა ფილმიდან არის უეჭველი. 5 ნახევარი. 5. 4. 3 ნახევარი. 3 და 20. 3 და 10. მე მგონი უნდა გავატანოთ, რომ მაგათ დაღლები არიან. დაუჯერებ ამიყოს და 3 და 10-ში გაგატანთ. წავიღეთ. მიირთვით გამოუღებლად. და წველიც არ დამიტოვოთ თუ შეიძლება. გამოუღებლად რას ნიშნავს? თუ ანუ შეიძლება ეს არ შეიძლება ჩაახრამო და გავესა დაიჭირო. ეს არა. 3 წუთი გვაქვს დრო ავიღოთ. 3 წუთი არ გვაქვს, 3 და 3 და 10. მე მაპატიეთ. 3 ჯერ წვენი დავლიო და მე როგორ შეიძლება? 3 2 1. ანუ კითხვის ჭამ გამოუღება, ჯერ წვენი ხوار დავლიო ჭრა. ო,ავს უყე. წვენი შენდალია ჩემიც და ამას მე შეჭამ სულ. აზრი არა, განები და გაგვატანეთ ეგა. აზრი არა, ზამაგარი. ამჟავია ბიჭო. სანდა ნახე. აი აზრი არა. ანგარიში 5-2 დაწინაურდა ამიკო და სესუსა. მუსიე თუ შეიძლება რომ შემობრძანდეთ
ეს არის ღია რაუნდი. ჩემი საყვარელი კერძი. ჩემიც ეხა უკვე. ავრისია. საქონლის კაბინეტი და პეურე. ძმები დაიწყებენ აუქციონს. აუქციონი იწყება 5 წუთიდან. აუქციონი დაიწყო. 5 წუთი. 5 წუთი? 4. დაღოლო იმენო. სამი. ეს უკვე მენტალურ დონეზეა ხალხო. 2 და 20. 2 და 10. დავიწყები იყოს. წავიდეთ. ჩვენთვის გადამწყვეტი რაუნდი. გადამწყვეტი თუ არ შევჭამ. უფროსი ყოველთვის ჩაგრავდა უმცროს. ასაკით უფროსი ჭამს ხორცს, უმცროსი პიურეს. 3 2 1 2 წუთი და 10 წამი გვაქვს მეგობრებო. ხო, შენია. ეგ ამას ვიგავთ. ო, მაგრამ ბიჭო პიურია რა. მაგრამ პიურია რა. გავამხნევოთ. ფრონტის ჭამში. გიჟია ბიჭო, გიჟი. დაჟე დაი. წუთი და 40 წამი დარჩა. ეს უნდა აგვეყო ჩვენ და მოგებულები ვიყავით სო. სულია? ნარ მე ვერ გავხუჩი, არა გამორიცხ ვერ გავხუჩი. 4 3 2 1 ანგარიში 5-ით 3 ჩვენ ამას ანუ მე შემხდებოდა პიური, ხო, ჩემზე უფროს, ხო ხარ. მე პიური შემხდებოდა და პიური ანუ შანსი არ აქვს. მაპატიეთ მეგობრებო. ბიჭებო, თქვენზე გავიგე წვენი აღარ აქვთო და მოდი ძმა მომიჭახო. რა კაია წვენ. თალი. მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა გავატანოთ ამათ, იმიტომ რომ ვეღარ გაქაჩავენ აწინ ჭამას. მე მეზარება ჭამა. ამუსიე, მე-9 რაუნდი. ეხა არ ჩანს? მეგრული სნექი აუქციონი დაიწყება 4 წუთიდან და ამ კომდექსესთან დაიწყონ აუქციონი. აუქციონი დაიწყო. 3 და 40. 3 და 30. 3 და 20. 3. 2 და 20. არა, 2 და 10. წავიღოთ? კი. ვის გაუგია სულგუნის ჩხირები შოკოლადის ტოპინგის გარეშე? სიო, ბიჭო, მოიცა. ცოტნე, დავაი. ზედები შენ შეჭამე და ქვედებს მე მივხედავ. წვენი გაინაწილეთ ხავთ. აუცვენი წვენი ცოტა გადმო. ძალიან ცოტა გადმომისხი რა წვენი რა. 3 2 1 რამდენი გვაქვს? 2 და 10. აი, ერთი ლუკმა ძმა, დავიწყე. ხდება ბოზივი. მაგრამ მოუხლა. ვაკალდატებია. ჩვენ სტრატეგიულად მივყვებით და მე მგონი მაგის გამო ნელა ჭამე რომ არ დაგატვის გულზე. მე ზეცი ზებოა. ანგარიში 5-4 ძალიან დაიზამა და გონი კამბეკისთვის რაღაც რატო არის თქვენ? ბიჭო, ანუ ვაძლევთ შანს ბიჭები რომ დაგვეწიოთ, რომ ამას ჩვენ ძმაო ერთ ლუკმაზე ლუკმით შევჭამდით, მიდი. აი ნახევრად მაქვს კუჭის ავსი. კი. მუსიე. ეს მე-10 რაუნდია მუსია. 5-4 ანგარიში და მე-10 რაუნდი. 5-4 არის ამ. ისეთ სარტყელის ფერებიდან რომელია თქვენი საყვარელი ფერი? წვანი. შენი? მუქია სამისფერი. შენ? ცისფერი. ყვითელი. აუქციონს დაიწყებენ სტუმრები. აუქციონის დრო კი არის 3 წუთი. აუქციონი დაიწყო. 3 2 და 50. 2 და 50. წუთი 40. რა იყო პირდაპირ წუთზე ეგრევე რატო არ გააგე? წუთ ნახევარ. წუთ და 20. კაი წაიღეთ, რავი და თუ გამართლებს. მიირთვით როგორც ზამთრის თქვენ საყვარელი ფერები მიირთვა თუ შეიძლება? 3 2 1 ვერ ვიღებ. რამდენი რას ვიგებს? ძალიან მარტივია, ბიჭო. მაგეების გარეშე უნდა ყოფილიყო, დანარჩენი ყველა უნდა ეჭამოს. ნახევარი გავიდა. სამო ნუ მანიპულირებ ჩემი. გავამხნევთ. თოთხმეტი წამი. ძალიან ბევრია, ანუ ამიტომ ფერი უნდა დაგენახა. ანგარიში კი 5 სამო რა ხდება, სამო? 5-5 არის ანგარიში. ანუ გადამწყვეტი არის, ხო? ეხლა ანუ შემდეგი რაუნდი გამოდის, რომ გადამწყვეტი. ნელ-ნელა მაინც უკვე ჯობია, რომ ფინალისკენ გადავინაცვლოთ, ხო? ფინალია უკვე, ხო? კი ბატონო, ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოგვივიდა. მეგობრებო, სანამ ფინალზე გადავინაცვლებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის ასვლა და ძალიან დიდი მადლობა მათ ნდობისთვის და ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ამ ნდობას. მუსიე! ხაკვა.
მომბრძანით. ძალიან დრამატული ფინალი არის ერთი გუნდისთვისაც და მეორე გუნდისთვისაც. ისეთია ტვინს გაგიხსნით. აუქციონს კი სტუმრები დაიწყებენ. 5 ტვინს ხსნის შოკოლადი გამიგია. ყვია? 4. 3 და 50. მანიპულირებ ეხაში. 3 და 40. 3 და 20. ვეღარ ჭამ ბიჭო. დროულად. გავამხრეოთ ბიჭებიც, გავამხრეოთ. რაცა უნდა მოვი, ვეღარ აღარ ჩადის. სპეციალურად იძახს. მანიპულირებს. მანიპულირებს. აი, მივცეთ და თუ რაღაცა ღმერთმა შეარგოს ის მოგებული 1000 ლარი ამ ხალხს. რა ხთ, პირდაპირ 1000 ლარია თუ რა? 1000 ლარი აძლევდა. ფეხებზე კიდია რამდენი თქვით? მივთვით 30 წამში. რატოის გამიხსნის ჩემ? ოპერაცია გადამიწიეს ერთი კვირით იმის გამო რომ გავცივდი, ყელი გამიცივდა და ხვალ ვიკეთებ ოპერაციას ახლა. მივიდე და ისევ გავაფასოთ რომ მოვიდა გადასემაში სამო. მოდი, სამოსაც 30 წამში უნდა ეჭამა და შენც 30 წამში. ერთი წუთი თუ თანახმა იქნებით, სრულად მივცეთ ამიკოს და ორივე შეჭამოს. ხო, ანუ პირდაპირ დათმოს სადოთ მოდის გიხდით მართლა ძალიან. ბრავო ამ გადაწყვეტილებისთვის. თუ მაგას დაგვიწყო 3 2 1 მიდი ძმა მიდი აუ მოვიგეთ ძმა მე მგონი ჯერ გადახტი მე რა ჰოპ თქვია ტყილად კი არ მითხეს შეგენაცვალა არაფერიც წინ გაგტინა გულები გაუსპამოთ ამიკოს უეჭველი რა ბრავო გავამხრეოთ არა შეჭამს კი ეგ არის ამიკო 12 წამი პირადად შეგან მოგეცე მარატის ბარისგან 1000 ლარი ამიკომ სოლოზე იმენა ანუ გადაცემა უბრალოდ არ სოლოზე ბრავო ამიკომ არა შესრულდა რა თქმა შესრულდა აუ მაგრა გაყინა. აი ხა გაიტანა, აი ხა ჩავცხდით, თორე იმენა მაგრა. თავში არა იტანა? არა, იმენა აი სასახოით ზევით იმენა. აი ზედას ვაკინავს, ხო? გილოცავთ ბიჭებო, გილოცავთ. თქვენ გადმოგეცათ. რატის ბარის 1000 ლარიანი ვაუჩერი, მოდით იგულავეთ. ერთად აღნიშნოთ, აი VIP-ში დავძეთ და გელოდებით მეგობრებო, ბარათაშვილის 2 ნომერში, რატის ბარშიც და ლივა ლაუნჯშიც, ორივე გვერდი არის. ლივა ლაუნჯში ვიწყებთ ჯერ გართობას, შემდეგ ვაგრძელებთ უკვე რატის ბარში და გილოცავთ მოკლედ მეგობრებო, ჩვენსა და სტუმრებს შორის 6-ით 5 გახდა ანგარიში და უკვე დაიძაბა ცოტნე, მაგრამ თუ კიდე ორჯერ მოგვიწევთ 7-ით 6 გახდება, მინდა გითხრათ ასე რომ არ მოგვიწევთ რა ეგრეთ ამამოდ ვიქნებოდი. არა მე ამიკო გვერდში რომ ყავს და თამამად ვარ ასე რომ კაიც. просто გემოს რეცეპტორები გამეყინა. მადლობა მოწვევისთვის, ძმაო, ძალიან კარგი იყო, ვიხალისეთ მართლა. აი ეს პრობლემა რო არა, აუცილებლად მეც მივიღებდი ბოლო ჩელენჯში მონაწილეობას, მაგრამ ძალიან გამიმართლა, რომ ესეთი გვერდში მდგომი ოქრო ხალხი ხართ ძმაო, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, თქვენ კი დაგემშვიდობებით ნენელა, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, იქამდე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი მეორე არხი გამოიწეროთ RB Room-ის. ეხლა ამოანათებს, სადაც იქნება სტრიმები, ასევე სხვადასხვა ვიდეოები, მოკლედ რავი, იქ ცოტა გეიმინგიც იქნება, ცოტა გართობის კონტენტიც იქნება და მოკლედ იქ უფრო კარგად და ისეთი უშუალო კონტაქტი გვექნება თქვენთან, ესე რომ ვთქვათ რა. ასევე მუსიეს არხი ნახე როგორ ელოდებოდა რომ მუსიეს არხი მეგობრებო, გამოვიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ ვინ გსურთ მოვიწვიოთ ამ ორ ადამიანთან ჩელენჯში, დაწერეთ კომენტარებში. ძალიან ამომწურავი იყავით მუსიე. მადლობა ბიჭებო, ძალიან დიდი. ღმერთმა შეგარგოთ ეს გამარჯვება და წარმატებებს გისურვებთ. დროები!